ეგრეთწოდებულ მთავრობის ადმინისტრაციასთან 15 თებერვალს 4 საათზე არის ჩანიშნული ყოფილი საჯარო მოხელეების, მოქმედი საჯარო მოხელეებისა თუ საჯარო მოხელეთა პროფკავშირების წარმომადგენლების მარში. Ამ ადამიანების თქმით, ახლა ერთიანობის და სოლიდარობის დროა, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან შიდა განწყობები და ის რეპრესიული მექანიზმები, რომელსაც ეგრეთწოდებული ხელისუფლება ახლა სხვადასხვა ადამიანების მიმართ ანხორციელებს. სწორედაც რომ ეს ადამიანები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, არიან ამ ყველაფრის მსხვერპლი, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ღიად და საჯაროდ ისინი აღმოჩნდნენ ამ რეჟიმის მსხვერპლი და დაატოვებინეს მათ სამსახურები. სწორედ ამიტომ ისინი ახლა შეიკრიბებიან 15 თებერვალს ეგრეთწოდებული მთავრობის ადმინისტრაციასთან და შემდეგ მარშით გადაინაცვლებენ თავისუფლების მოედანზე, სადაც შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მარშებს. ყოფილი საჯარო მოხელეები თუ მოქმედი საჯარო მოხელეები ელოდებიან ყველას, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა სურს. 15 თებერვალს 16 საათზე ჩვენ ვიკრიბებით საჯარო მოხელეები და მოსამსახურეები. რეპრესიები იყო იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა, ვინც აქ საჯარო სამსახურის ბიუროში იყვნენ დასაქმებული, ერთხმად გამოხატეს მათი პოზიცია, ღია მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესის დადგმი. ასევე ჩვენ მხარდაჭერას გამოუცხადებთ ამ მარშით პარლამენტის კვლევით ცენტრს, რომელიც ასევე გააუქმა სისტემამ. მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთით ყოფილმა და მოქმედმა საჯარო მოხელეებმა და მოსამსახურეებმა ერთად გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციისადმი, ასევე მხარდაჭერა უშუალოდ საჯარო სექტორისადმი. დავდივარ ყოველ დღე თითქმის აქციებზე და აუცილებელია პროტესტი ვანახოთ როგორც შიგნით ჩვენს მოქმედ საჯარო მოხელეებს, ასევე უცხოურ მეგობრებს, რომ ნახონ ჩვენ რო ვაპროტესტებთ ამ მდგომარეობას და არ გვინდა რუსეთისკენ წასვლა. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვეხმიანებით და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მრავალ მხრივ არათუ რთულად ასტანინ უკვე ტრაგიკული გახდა. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, როგორ იმართება ზოგადად სახელმწიფო უწყებები, როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები, როგორ ხდება განხილვები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ მიერ პოზიციის დაფიქსირება დღეს არის უმნიშვნელოვანესი. დიახ, ეგრეთწოდებული მთავრობის ადმინისტრაცია არ იქნება ერთადერთი ლოკაცია 15 თებერვალს გასამართი მარშებისა. მარში ასევე გაიმართება ევროპის მოედანზეც, რომელიც 6 საათზე დაიწყება. შემდეგ ეს ორი მარში გაერთიანდება და გადაინაცვლებს ქვეყნის მთავარ გამზირზე, იქ სადაც 78 დღის განმავლობაში ისმის ქართველი ხალხის ხმა, მოთხოვნები არის უცვლელი, ხელახალი არჩევნებიდან რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.